გამარჯობა. მინდა დღეს დღევანდელი ვიდეო ეთერი დავიწყო. კონკრეტული თემით მოგეხსენებათ თქვენ სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში ძალიან სენსიტიურია, ხა დაიწყეს რაც ამ ხნის განმავლობაში ბოროტება უკეთებიათ, იმის საპირისპირო სიკეთეს აკეთებენ ოღონდ მარტოენით. და საოცარ ანომალიებს უყურებთ, ანომალიები ხა რა მოიაზრება ამ ანომალიებში რა. გუშინ და გუშინ წინ ერთმანეთს დედას რო აგინებდნენ, ხო, დღეს საუკეთესო მეგობრები არიან ერთმანეთის და არ ვიცი ახლა მე ახლა პოლიტიკა და პოლიტიკოსები ნებისმიერ ქვეყანაში იმითი უნდა იყვნენ თვალსაჩინოები, რომ ადამიანებს და საზოგადოებას გაუჩნდეთ მათ მიმართ ნდობა, პატივისცემა, ისინი თავისი მორალით, თავისი ღირსებით უნდა იყვნენ ზიაღმატებული ადამიანები, რომ შემდეგ უამრავმა ადამიანმა მათ საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება და საშუალება მისცენ. ხო და რო შეხედავ ახლა ჩვენს ქვეყანაში გუბას ანიკიძეს მაგალითად, ხო? ჩემი გამოგონებული ხო არ არის? გადახედეთ ძალიან მოკლე პრეისტორიას და მეც ვარ პირადად შემსწრე იმ მოვლენების 2012 წლიდან ამ ადამიანის ტრანსფორმაცია როგორ მოხდა. ძალიან ბევრია ახლა კოცებიდან ნაცებში რო გადახტა, ნაცებიდან მერე ისევ კოცებში რო გადმოხდა, შევარდნაძის ხალხი რო იყო და ჯერ მიშისტები რო გახდა. ესეთი ანომალიები ბევრია, მაგრამ ხო არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისი შტრიხებით განსაკუთრებულ ემოციებს იწვევენ. და აი ესეთი უზნეო ადამიანების შესახებ მინდა გელაპარაკო. გუბა სანიკიძე 2012 წელს გამოსული ლანძღავდა, თათხავდა, აფურთხებდა სააკაშვილის უკანასკნელ პიროვნებად მოიხსენიებდა. და შემდეგ როვერ მიაღწია თავის მიზნებს, მილიონერი როვერ გახდა, ეს სააკაშვილი კიდე აუდიო ჩანაწერებით აკომპრომატებდა და 1000 სიბილწეს კარგად გვაცნობენ ერთმანეთს ის რა მშვენიერი გარემო არის. არავინ არ თქვას, რომ ცუდი საარჩევნო გარემოა. ეს არის იდეალური პლატფორმა იმისთვის, ქართველმა კაცმა დაინახოს რა ნეხვით ცხოვრობს. ეს არის იდეალური გარემო და უნდა შევხედოთ, უნდა ვიცოდეთ ვის ხელში არის ჩვენი მომავალი. თუ ის არ ვიცოდით ვის ხელში იყო, აქამდე ის მაინც უნდა ვიცოდეთ ვის ხელში. ეხლა წავიდა მიხეილ სააკაშვილის შეეკრა, დაივიწყა ის, რაც მასზე ამბობდა, რომ კრიმინალია, რომ 500 ბიჭი მიწაში ჩადო, რომ ომი დაიწყო და ასე შემდეგ და დღეს თურმე სააკაშვილი გამხდარა სოფლიო დონის პოლიტიკოსი. მაგრამ ეხლა რა არის, გუბა სანიკიძის მორალზე არ მინდა ვილაპარაკო. გუბა სანიკიძე არის ძალიან გახრწნილი ადამიანი. იმ დონეზეა დასვლილი ლაფში რო აი მატუშკა ღორი რო ჩაწვება და გაილაფება, ხო? იმას უფრო მეტი ღირსება და სისუფთავე ექნება ვიდრე გუბას სანიკიძეს. გუბას სანიკიძე დღეს რატო გახდა, იცით, ჩემი ბლოგის მთავარი პერსონა. იმიტომ კი არა რომ გუბას სანიკიძე. აი ამ კაცმა შემოიღო პრეცედენტი და მაგალითი თუ როგორ უნდა გააჩათლახო საკუთარი შვილიც. და არ იკმარა ის, რომ თვითონ ნეხვშია ჩამჯდარი ბოლომდე და მოიყვანა მისი შვილი და ნაციონალური მოძრაობის გვერდზე დააყენა და ეხლა აგინებს მისი შვილი ივანიშვილს, თურმე ის ყოფილა ივანიშვილი მოღალატე. ივანიშვილი რა არის და როგორ არის, ეს განხილვის ცალკე საკითხი არის. მაგრამ იმ კაც ფული აქვს და ყიდულობს, შენ თუ პატიოსანი ხარ, ნუ მიეყიდები. როგორ შეიძლება ყველაფერი დაბრალდეს იმას, ვისაც ფული აქვს? ჩვენი ბრავლეულობაც ხო არის, რომ რაღაცა უნდა თავი ჩვენადვე ხო უნდა გვერქვას და გახლდეს, რომ ღარიბად არ იხსენებოდეს, ხო ქართული უძველესი მორალი არის. ანალოგიური ტრავერსით გამინდა გადმოვინაცვლა ხა ამ ორს მე თავს არ ვანებებ, იმიტომ რომ როგორია, იცი, ნათქვამი აქვს ქართველებს ისა დავთესეთ ხილი, მოვიდა თხილი, რაცა მამა ისა შვილიო რა. აქ რამე კი არ იცვლება ამ ყველაფერთან მიმართებაში სამწუხარო რა არის, იცით, ლევან სანიკიძეს ვიცნობდით ყველა, მეც ქუთაისელი. და ლევან სანიკიძეს რო ასეთი ბოზიშვილი გაეზრდებოდა, აი ეს იყო სამწუხარო. თუ არა გუბა სანიკიძეს რო ასეთი შვილი უნდა ყავდეს, მასზე რო არ უნდა იყოს უკეთესი, ის ვიცით. გამოვიდა დაჯდა ნაციონალური მოძრაობის ეთერი და გადახედე მაინც, ბიჭო, მამაშენის ნასაუბრებს, რა აქ ნალაპარაკები და რა დონეზე წაქცეულია და მორალ-წამხდარი ტიპია. სადაც გინდა იქ მოდა, იქ მომთხოვე ამ ჩემი საუბრისთვის. პასუხი 2012 წელს გუბა სანიკიძე ქუთაისში რო იჯდა შეხვედრებს ატარებდა,
ამას ვინ დაივიწყებს ეს მე ხო არ ვარ მარტო ამის თვითმხილველი დადგებოდა იქ ეს მართლა მატუშკა ღორი და ერთი წადებილო სასტავი ყავდა უფრო ხელის ბიჭები იმის თანაშემწეებს ვერ დავარქმევ ცუდად რო გამختارიყო მარჯვენა ლოყაში წყალი რო შეესხათ და მე ვერც კიდე რო წაეთკაპუნებია აქედან ლოყაში და სიგარეტი რომ მოუნდებოდა გუბასანიკიძეს ერთი წააძრობდა აქედან პარლამენტს ეწეოდა ჯერ პარლამენტში შესulis არ იყო 2012 წელში ერთი პარლამენტს წაუძრობდა და მეორე იქედან სანთებელას მოუკიდებდა თვითონ არც ერთი არ ედო ჯიბეში და არც მეორე ერთ თანაშემწეს ჰქონდა მეორე თანაშემწეს ჰქონდა არასოდეს არ დამავიწყდება დედაინის ძეგლთან მოხდა ეს ამბავი რომ ვიღაცა ღატაკი კაცი იყო და სიგარეტი მომაწევიო საჯარო გამოსვლაზე უთხრა და პარლამენტს ხო არ მოაწევიებდა და რა გააკეთა იცით ერთ თანაშემწეს უკრა თვალი მოაწევიეთ სიგარეტიო და ამოიღო იმან და მომზადებული ქონიათ ასე ასტრამი აწოდეს პარლამენტის მაგივრად. აი მაშინ უნდა შეეხედა ქართულ საზოგადოებას რა ნეხვი მოყავდა საკუთარ სათავეში მიხეილ სააკაშვილის ჩასანაცვლებლად. ერთი ნეხვი ჩაანაცვლა მეორე ნეხვით და მე ეს ნეხვები ჩინური იმის არ იყოს რა ქვია ანდაზასავით რა არის დრო განკრეფისო ქვების და შეკრებისო ოღონდ ამ ტრავერსით შეიკრიბა ახლა ეს ნეხვები კიდევ ერთად ბიძინა ივანიშვილი მეზიზღება ვერ ვიტან მაგრამ ახლა სიმართლე დავკარგოთ იმან იხიდა ტავარი იყო სახელად გუბა სანიკიძე და ადგა და იხიდა ვიღაცა მოთხოვდა საზოგადოებაში მისი გამოსვლებით მისი პატრიოტული იმითი რა ქვია ზურნა დაურით და გახადა გუბა სანიკიძე პერსონაჟად როგორ შეიძლებოდა ხალხო გუბა სანიკიძე ვინმე სექცია პერსონა უბრალოდ ახლა ლევან სანიკიძის ოჯახში რო დაიბადები და ნებისმიერ ქართველს აქვს ხო ლევანის წიგნები წაკითხული კი ბევრ რამეს აღღაპრებდა და ბევრ რამეს ლიტერატურულად ურევდა მაგრამ მაინც ასე თუ ისე თაობა იყო წიგნიერი და კითხულობდა იმ უქარქაშო ხმლებს და იმ მის ისტორიულ გააზრებებს კითხულობდა და იქ რომის ისტორია მარიუსი და სულას ეპოქა თუნდაც ისე საინტერესოა აქვს დაწერილი ლევან სანიკიძეს რომ ის რო არ წაიკითხო და გულზე არ მოგხვდეს და არ გაგიხალისო შენ ისტორიის ცივი თარიღები არ შეიძლება ამას მამამის ვერავინ ვერ დაუკარგავს რა და ნუ ახლა მოედო გარკვეული სფერო ამ სამყაროსი რაშიც მამამისი იყო და გამოვიდა და ამან გამოიყენა ბოდიში და იმად რომ ღორად გადაქცეულიყო და საკუთარი სქელის ხეული დევაჭრა ვის უნდა ბიჭო გუბაზა სანიკიძე მეძავი რო დააყენო მაქსისკის კაცი არ გახედავს იქეთკენ და სადამდე ჩავიდა ქართველი ხალხი რო ეს პარლამენტში დასვა და ივანიშვილმა ადგა ეს შეფუთული ტავარი იყიდა ახლა აღარ მოუნდა მე ივანიშვილმა გადააგდო მე ადგა და წავიდა და ეგერ სააკაშვილს მიყიდა საკუთარი თავი აი ეს არის ჩვენი ფაბულა თუ როგორ კეთდება საქართველოში პოლიტიკა რეალობაში კეთდება როგორც სკამი როგორც მაგიდა კეთდება ეს არის რეალობა ჩემო კარგებო ახლა რა არის იცი გადახედეთ აგერ თუნდაც ერთი რო იყოს კიდე ჯანდაბა სავსეა ნოყიერია ქართული სივრცე და ქართული პოლიტიკური გარემო აი ესეთი ნეხვებით გადახედეთ აგერ ალეკო ელისაშვილს აი როგორი არ უნდა იყოს კაცი და რა აქვს მე ამათ გუბა სანიკიძეს და ალეკო ელისაშვილს ერთი საერთო მაგასაც მე გავაკეთოთ ერთად ანალიზი უკიდურესი სიტყვებით ლანძღავდა მამუკა ხაზარაძეს, ხო? ხან უძახოდა მევახშეს ქართველების სახლის გამყიდველს და ასე შემდეგ. უკიდურესი ფორმით ლანძღავდა და აგინებდა მამუკა ხაზარაძეს. ვინ იფიქრებდა ამას? რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანები, ვინც გულით სუფთაა და ვისაც ვერ წარმოუდგენია, ბიჭო, პოლიტიკა და რაღაცა კი არა და მეზობელი რო წაიკამათებს ერთმანეთში, იმათ არა წლების მანძილზე ერთმანეთთან ურთიერთობა თუ რაღაცა რადიკალური ცვლილება არ მოხდა თორე ამას ვინ იფიქრებდა რომ მამუკა ხაზარაძის ქვაბში ჩაყოფდა ელისაშვილი ხელს სულ რაღაცა ორ თვეში და მამუკა ხაზარაძეზე უკანალზე საჯდომზე მისი მკოცნელი გახდებოდა ეს ელისაშვილი მისი დაუძინებელი მტერი და მაგინებელი და გამოდის ახლა და იმას დოლს უკრავს იმაზე მამუკა ხაზარაძის ოფისში და რა ვიცი 1000 სისულელეებს ვინ არის ელისაშვილი საიდან წამოვიდა ელისაშვილი რა როგორ მიაღწია ელისაშვილმა პოპულიზმს გადავხედოთ ამ ყველაფერს ჟურნალისტიკით რა გააკეთა ელისაშვილმა
ჟურნალისტიკაში ისეთი, რომელიმე სერიოზული ჟურნალისტური გამოძიება გააკეთა ბატონებო, საზოგადოებას ანახა რამე დაფარული, რაც მის ინტერესებს ძირს უთხრის, რამე მიღწევა გააკეთა, რომ საზოგადოებამ მის სტატიებზე, ანალიტიკურ გააზრებებზე რამე შეცვალა თუ რა ქნა? არაფერი. ალეკო ელისაშვილი საზოგადოებასთან გაჩნდა საქართველოს ისტორიის თხრობით. ოღონდ მისებური, კაი ბიჭური, ქუჩური თხრობით. თორე საქართველოს ისტორიას თუ წაიგეთხავთ თქვენ ივანე ჯავახიშვილს, აბსოლუტურად სხვა ტონი აქვს და სხვა გადმოცემა აქვს. და მე არ მინდა საქართველოს ისტორია ივანე ჯავახიშვილის მერე მომაწოდოს თქვათ ალეკო ელისაშვილმა. და ანდა ბევრია სხვადასხვის ისეთი, რომელიც საქართველოს ისტორიით ვაჭრობს. ეხლა სხვა ტიპებზე კიდე არ წავალ, პოლიტიკურ გოლზე ვალაპარაკობ. გუბასანიკიძე ყოველთვის საქართველოს ისტორიით მოქადაგე და მოვაჭრე და აქეთ ალეკო ელისაშვილი ვითომ ჟურნალისტი მოქადაგე ამ საქართველოს ისტორიით და თითქოს დიდი გმირი და დიდი თავდადებული. რა მნიშვნელობა აქვს ბიზნა ივანიშვილი გიყიდის თუ გიყიდის ხაზარაძე? ამას ჩემო კარგებო არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. მნიშვნელობა რას აქვს, იცი? მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ამ ძიმე დროში, როცა ყველას ყიდულობენ შესაბამის ფასად, შენ როგორ არ გაიყიდები და როგორ არ გაყიდი იმ ინტერესებს, რომელსაც ხალხი, საზოგადოება და სამშობლო ქვია. თორე ნუმიდიის მეფემ ცნობილი ფაქტია, ეს გუბაზა სანიკიძემ კი უნდა იცოდეს, მაგ იდიოტმა მაგან. ლამის 4-ჯერ ჩაიყვანა დაჭერილი რომში, როგორც რომის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი. ის მის ქვეყანას იცავდა და მის ინტერესებს იცავდა. 4-ვეჯერ ჩამოვიდა ნუმიდიიდან, ეს არის დღევანდელი აფრიკის ტერიტორია, დატვირთული ნუმიდიური ოქროთი აკლემები და 4-ვეჯერ გამოიყვანეს იმიდან, საპყრობილიდან და გააშვებიეს და ყოველთვის მერე რომის იმპერატორ მარიუსს უწევდა მასთან ბრძოლა და იყო ძალიან ძლიერი მებრძოლი. და ბოლოს რო გაყავდათ რომიდან იეგურთა, იცით რა უთხრა? რო შეხედა რომს, შენახა რომ გასაყიდი ქალაქიო და იმდენად გაიყიდებიო, რამდენადაც შესაბამისი კლიენტი გამოგიჩნდება. აი ეს დაუძახა და ბოლოს მართლა მასე მოხდა. და ასე ეცემა ნებისმიერი სიძლიერე, როდესაც სახელმწიფოს და რესპუბლიკის ინტერესები ყოველთვის ხურდავდება და ხურდავდება ის კაპიკებში, ან იმ ფასად რა წონით იღირებულებადაც აქ მის მართვებს, რომელიც შემყრობილია ცოდვებით და ყიდის საზოგადოებას და ყიდის რესპუბლიკას, ანუ მის სამშობლოს, მის სახელმწიფოს. თქვენ შეხედეთ რა განსხვავებას საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ჩვეულებრივ არის იმ კონდიციაზე მისული, რომ ვიღაცა ამ ყველაფერს ყიდულობს და საქართველოს ხელისუფლებაში არის ცოდვილი, ნამდვილად არის ცოდვილი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოსული არის და მოსული არის მხოლოდ იმისთვის, რომ იუაჭროს. ამ კაცს პოლიტიკის კეთება გონია საკუთარი ბიზნესი. ამ კაცს ერთადერთი რაც ეხერხება, ეს არის ციფრებთან თამაში. და არის რაღაცა ღირებულებები სახელმწიფოში, რაც ციფრებთან თანაფარდობაში არ მოდის და მათემატიკაზე მეტია. ამას ქვია სამშობლო. და არა ის ტექსტი, რომელსაც მაგას დაზეპირებულს მისცემენ და რაღაცა ემოციებზე ლაპარაკობს და რაღაც გადმოსცემებზე ლაპარაკობს და რაღაც იდიოტობებს მართავს. ძალიან შეუფარდებელი ვითარება გვაქვს დღეს საქართველოს, დღეს ყველაფერი იყიდება და გარდაქმნილია ყველაფერი, სახელმწიფო უშიშროების სამსახური მართავს პროცესებს და ამ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს მართავს კაცი ვიღაცა ლილუაშვილი, რომელიც თავისი წარსულით და გამოცდილებით არა უპირატესია თუ არა ივანიშვილის ბანკში პლასტიკური ბარათების ბეჭდავი იყო, მისი თანამდებობა. და რა პოლიტიკურ პროცესებს ვაწყდებით, ეხლა მე ფიგურალურად ავიღე აქ ხაზარაძის და აქეთ ელისაშვილის პროტოტიპი თორე. ჩვენ უკეთესი გარემო კი არა გვაქვს, შეხედეთ აგერ. ანადოლიძე მაგალითად, თინა ხიდაშელი, აქეთ უსუფაშვილი. აი ესენი არის დაჯგუფება ოპოზიციური, რომელიც ემზადება ხელისუფლების ხელში ასახებად. ამათ აქვს სურვილი ხელში ასახება და ის კაცის რაღაცა ჩაყუდებული რო არის და უყურებს რა ამ საზიზღრებს. სრულ ნიჰილიზმში მიდის, ეს აწყობს ბიძინა ივანიშვილს.
აწყობს, იმიტომ რომ ის უსუფაშვილი გუშინ წინ ნაყიდი ყავდა, გამოიხოცა. დღეს ახლა ხაზარაძეს მიყიდის ხეულს თუ იმას გადაჯგუფდება და აქეთ იქნება მაგას საზოგადოებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამას აქვს მნიშვნელობა მისი ოჯახის ვიწრო ინტერესისთვის. და რაც უდია, როდესაც პოლიტიკით თამაში მიდის, შეხედეთ რა ვითარება ხდება. ცოლი რჩება მის პარტიაში, პარტიის უფროსად, რესპუბლიკური პარტია რო ქვია და ქმარი მიდის აგერ ხაზარაძის პარტიაში. ოჯახში ვერ გაურკვევიათ რა პოლიტიკური კურსი უნდა კონდეთ და რა ღირებულებები უნდა კონდეთ. და ამათმა ქვეყანას როგორ უნდა მიხედო. ივანიშვილმა ერთადერთი რაც თქვა ივანიშვილმა, გულახდილი თქვა რომ ეს ხალხი გამოვიყენებო. კარგი ვინ არისო, აი ახლა მიწერს ერთადერთი ბატონი, ბიჭო, მიწერს კარგი ვინა, გაგვაგებია, ბიჭო, მართლა გირჭო რა. წადი და შენ თვითონ მოძებნე, ბიძია, კარგი, ბარეხამ დაგიღეჭავ და ესე ჩაგიდებ ლუკმას პირში და შენს მაგივრად მივალ არჩევნებზე და შემოვხაზავ და შენს მაგივრად ავიღებ ჩემ მოქალაქეობით პასუხისმგებლობას. მე გელაპარაკები შენ რა რეალური მდგომარეობაც არის და არა მარტო შენ, მე შენ არ მომიწვევი ხარ აქ. ზოგადად ვლაპარაკობ იმას, რა ვითარებაც არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შემოკარგებო არჩევანის უფლება არ დაუტოვეს. ეს არის გათამაშებული სცენარი, სადაც თავი ბოლო ყველა აბსოლუტურად არის ერთი მხარე და ამ ყველაფერს აქვს აი ესეთი ჩალაგებული სიტუაცია, შენ ამას თავში მოკიდებ ხელს თუ ყურში მოკიდებ ხელს, საბოლოო ჯამში ერთი დიდი ასპიტის სხეულ შეეხებ. აქ არანაირი სხვაობა მეტ შემოკარგებო არ იქნება. ამას ვლაპარაკობ. მაგრამ სანამდე მაგამდე მივიდოდე, მაგაზე მე ცოტა ქვევით ვილაპარაკებ. მე მინდა თქვენ წინაშე გავშალო და ჯანსაღ რეალობაში მოვიყვანო სახელმწიფო უშიშროების განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ისაო ეხლაო ჩვენო გვაქო ინფორმაციაო ისო რომ პოლიტიკური მხარეებიო არ ასახელებს რომელი ისევ ბუნდოვნება, როგორ შეიძლება ჯერ რომ ასეთ განცხადებას აკეთებდე და ისეთ ბუნდოვნებაში გქონდეს ტექსტი, რომ თითქოს არ იცი ან არ გინდა რო თქვა ან რაღაცა ან ვიღაცას დაუძახო რომ ახლა თუ არა ხვალ ვიტყვი. ეს არის უკვე ინტრიგა, ეს არანაირად არ შეეფერება სახელმწიფო უწყებას და მით უმეტეს სპეცსამსახურს. რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაციაო რომ ეხლა მიმდინარეობსო ხელისუფლებისო წევრებისო ხმების დამონტაჟებაო ხელოვნური ინტელექტის დახმარებითო. ამის გაკეთება, იმის გაკეთებაო და ეხლაო პატარა ხანში ვიდეოები რო გამოვაო, იმასო ვიტყვითო რომ ისაო რა ქვიაო, აგერო ხელისუფლების წევრებიო საპატრიარქოს უთვალთვალებდაო, უკანალში უყურებდაო და ასეთი რაღაცეებიო რა. ხო და იცით რა არის? ჩემო კარგებო და ჩემო კარგო ადამიანებო, ეს არის კიდე ერთი მცდელობა კომპრომეტაციის, როგორ უნდა წამოაგო შენი საზოგადოება იმაზე, რომ ვინცობა რაღაცა მოხდეს, მერე შენ გაიმართლო თავი, რომ აი მე ხო ვთქვი. სახელმწიფო უშიშროების სამსახური დიდი ხანია არ ასრულებს იმ ამოცანას, რასაც უნდა ემსახურებოდეს სპეცსამსახური. ამაზე მე ძალიან დიდი საუბარი მქონია რა. სახელმწიფო უშიშროების სამსახურებში მიღებულია ხალხი და ადამიანები, რომლებიც ჩემო კარგებო ნულოვანი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. სულ რაღაცა გუშინ წინ იყავდათ კაცი, სოსო გოგაშვილი და არ ყავდათ რიგით თანამდებობაზე, ის ყავდათ თანამდებობაზე, რომელიც იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე. ეს არ არის პატარა თანამდებობა, გეუბნებით მე თქვენ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. და მისი წარსული რა იყო, იცით? მისი წარსული იყო ის, რომ ის იყო ყასაბი და შემდეგ დაწინაურდა ხორცის გამყიდვით. ასეთმა ადამიანმა, ასეთი განათლებით დასამცირებელი კი არა. მაქსიმუმ შეიძლება შეითავსოს ის, რომ ხორცის მაღაზიის გამყიდველამდე ავიდეს. რა უნდა იმას სახელმწიფო უშიშროებაში? რა უნდა იმას? ასეთმა ადამიანებმა სახელმწიფო უშიშროებაში მოსულებმა გამოიწვიეს ის, რომ მაჩალიკაშვილის შვილი ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, მაჩალიკაშვილი მალხაზა. ეს მისი საქმეა, მისი პოლიტიკური შეხედულებები. თუ ის კაცი სადმე ცოდვას უშვებს, მისი პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, შენ ბიჭო სახში შეუვარდე კაცს. და მძინარე შვილს
წინარე ბავშვს, რომელსაც თვალების პრობლემები აქვს, შუბში ტყვია დაახალვა მის დედავატირ. თქვენ რა გგონიათ, ეს არის პატარა ამბავი? ეს არის ძალიან სერიოზული ტრაგედია. და რამ გამოიწვია ეს? გამოიწვია იმან, რომ ხორცის გამყიდველი და კასაპი გეგბავს სპეცოპერაციას. ახლა ვინც ამთხოვნებთ, მე არ ვიცი იმ კაც შეიძლება გონება შეეშალა, როგორ არ უნდა შეგიცდეს გონება, მე რო ყოფილიყავი არ დაუმალავ, აგერ დედას უტირებდი უკანასკნელად ბრუტალური მეთოდებით გაუსწორდებოდი მის ოჯახს, ვინც მე ამას დამმართებდა, კაცო. მე რა ვიცი, ძმაო, აბა წარმოიდგინეთ ერთი თქვენ სახში სპეცსამსახური შემოვარდნილი და შვილი რომ მოგიკლან ლოგინში. და მე ესეც არ აკმარეს და ხელში ჩაურდეს ხელყუმბარა F1-ის რუსული. რო თითქოს მსხვერვადი ხელყუმბარა, რომელიც თავდაცვისთვის გამოიყენება და დაზიანების რადიუსი აქვს 200 მეტრი, თურმე ამ ბავშვს ლოგინში საძინებელში ხელში გონია და უპირებდა სპეცრაზმელებს აფეთქებას, თითქოს იქეთ შევარდნილიყო ეს პირი უშიშროების სამინისტროში ამ ხელყუმბარ. საშინელება არის. და ასეთი უშიშროების სამსახური გვაჯერებს დღეს ჩვენ იმას, რომ თურმე ინფორმაცია აქვს ამ წინასაარჩევნოთ, რომ ამათი რაღაცა შეიძლება მოხდეს დამონტაჟება. არაფერი დამონტაჟება. მათ უბრალოდ ეშინიათ იმისი, რომ საკუთარმა თანამშრომელმა დამატებით გაიტანა ინფორმაცია და ელოდება არჩევნებს, რომ მოახდინოს უშიშროების და ხელისუფლების შერყევა. და ნაკეთები აქვს ისეთი, რომ 9-ჯერ არიან გადასატრიალებელები. და უმძიმესი ფაქტები აქვს ჩადენილი, ჯერ მარტო იმაზე გაცემ პასუხი კაცო გოგაშვილმა რაც გამოიტანა და რაც ილაპარაკა. მე რა თმინდა სხვისი მაგალითი აგერალა ვარ ცოცხალი მოწმე. იმ უშიშროების ფაილებში ჩემზე, როგორც თადარიგის ოფიცერზე, როგორც შეერაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის მეთაურზე რა ინფორმაციაცაა მოგროვებული, ჩემოკარგება. ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე მართალი. სრული სიმართლე. სრული ჭეშმარიტება. როგორ თქვა რომ ტყვილია? მე იმიქ ვერ ვიტყვი, რამე ტყვილი როა. მე არ მეშინია ჩემი წარსულის. მე სადაც მივსულ ვარ, სადაც მოვსულ ვარ, გადაადგილების სრული მარშრუტები, შეხვედრის ადგილები, სატელეფონო საუბრები, დიალოგები, რაც მიწარმოებია ჩემ ძმასთან, ჩემი ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, თანამოაზრეებთან, თანამებრძოლებთან, ყველაფერი იდეალურად მართალია. მე რაც შემხვდა, იქ არის ყველაფერი მართალი. და რაღა ის არ არის მართალი, რაღაცა ბესელია რომ ბოზობდა, რაღაცა საპატრიარქოში რომ ბოდიში და ეს ანაფორიანი ჩათლახები რომ მეტრაკეობდნენ, სახელმწიფო ქონებას რომ იყოფდნენ, რომ მამაძაღლობდნენ. მე ჩემი გადასახედიდან თუ შევხედავ, იქ ჩემზე ყველაფერი მართალია და ვიფიქრებ, რომ სხვაზე რაც წერია, ისიც მართალია. რატო არ შეიძლება ასეთი ლოგიკა? მე ჩახუტებული ვიყავი ის სპეცსამსახურთან. თუ რა, ჩვეულებრივი დაკვირვების შესწავლის ობიექტი ვიყავი და მათი დაუძინებელი მტერი ვარ დღემდე. იმიტომ რომ დღემდე მივიჩნევ, რომ ეგენი არ ემსახურებიან ქართულ საქმეს. ეს არის რეალობა, ეს არის ჭეშმარიტება. და დღეს რა ხდება? დღეს ხდება ის, რომ შეშინებულები არიან, ეშინიათ იმის, რომ რამე არ მოხდეს ისეთი, რომ თავზე დაანგრიო ყველაფერი ყველა. უმძიმესი სიტუაცია არის. ჩვენ წინ გვაქვს ისეთი დღეები, სადაც მე ველოდები ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას და ამაზე არგუმენტირება ქართულ ოცნებას, უშიშროების სამსახურს და ივანიშვილს არ შეიძლება კონდეთ. დამიჯერეთ, რომ ასეთ რაღაცისგან ისინი თავს ვერ დაიცავენ. ეს შიდა ომებზე მაქვს ლაპარაკი და იქ არა მაქვს საერთოდ ლაპარაკი მაგათ კურსზე, მაგათ პოლიტიკურ ხედვებზე, საგარეო ურთიერთობებზე და ასე შემდეგ. ეგ მე ვფიქრობ განსჯის ცალკე თემა, აგერ შიგნით ვერ მივხედავთ საქმეს. აი გულახდილად გეუბნებით ეს ასია.
წამალზე ვთქვიო რაღაცა, ну წამალზე რა ვთქვა, ჩემო კარგო ქართული ოცნება შოუ ბიზნეს კურირებს დიდი ხანია. ძალიან თორნიკე, ბატონ თორნიკე, ამაზე მე ბლოგები მაქვს გაკეთებული. ქართული ოცნება ამ შავფულს რა თქმა უნდა უკვე ხარჯავს იქიდან ამოხებულ შავფულს, რომელიც ეს წამალი მოდის ირანიდან, ეს წამალი მოდის აზერბაიჯანიდან, ეს წამალი მოდის ევროპიდანაც. ეს არის ძალიან სერიოზული კარტელი. და საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ირიბად აი ამ დაჯგუფებასთან, რასაც ქვია კარტელი. ეგ არის რა. მოგესალმებით ჩემო კარგო, ყველას მივესალმები და სათხოვარი მექნება ის, რომ ვინც უყურებს ამ ვიდეო ბლოგს, გამოიწერეთ ეს ვიდეო ბლოგი აუცილებლად რა პლატფორმაზეც ხედავთ და მოიწონეთ, რომ გავრცელების საშუალება გქონდეს ამ ყველაფერს რა. ახლა წერენ აქ რომ უსუფაშვილიო ქართველი არ არისო რა, სომეხი არის. არ ვიცი ჩემო კარგო, ვინ არის, მაგრამ ქართველი რო არ არის, მაგის ფიზიონომიასაც ეთყობა ახლა. მე ნამდვილი გითხრა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც არ არის ეთნიკურად ქართველი და არც ქსენოფობია რა ვარ, გულახდილად გეტყვით, ძალიან ბევრი არაქართველი ვიცი, ვისაც საქართველოსთვის თავი გაუწირია რა. და ვისაც ახლა ჩემი სიტყვებში ეჩვი გეპარებათ, წადით იმ გმირთა მოედანზე და წაიკითხეთ, რამდენი არაქართველი გმირი წერია საქართველოსთვის თავგანწირული. რომელ უსუფაშვილს და რომელ ხაზარაძეს არ მიჩვენია. რომელ უსუფაშვილს და რომელ ხაზარაძეს არ მიჩვენია. მე მასე არ უყურებ მაგ საქმეს, მაგრამ რა არის იცით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს პოლიტიკურ მდგრადობას, ხო? რო უყურებ ახლა ვინ ანგრევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, აი ამ კუთხით შეიძლება გახდეს შესასწავლი რა არა ქართული ჯიშის წარმონაქმნები, რომლებიც არიან კომპრომეტირებულები უსაფრთხოების ცხრილის და უშიშროების ცხრილის მიხედვით, კი უნდა იქნან ეგენი აუცილებლად შესწავლილები რა. ჯერა რომ ის ხაზარაძე დიდი ხანია ვიცი, რომ სომხური წარმომავლობისა, რომ უსუფაშვილი მაგალითად არ არის ქართული წარმომავლობის, ესეც ვიცი, მაგრამ იცით რას ვემიჯნები, აი გულახდილად გეუბნებით, ამ წინასაარჩევნოდ რო ახსენდებათ ეს. და ვის ახსენდება ქართულ ოცნება? ქართულ ოცნება ძალიან ქართველები ყავს იქ. მოდი ახლა მაშინ გულახდილად ვილაპარაკოთ, აი ვოლსკი საერთოდ არ მალავს, რომ არაქართული წარმომავლობა, გვარიც არ შეუცვლია ეს. აქ როგორ არის, იცი, აი დიდი სახელმწიფოები და დიდი ქვეყნები კი გაძლევენ შენ იმის უფლებას, ნაციონალიზაცია შეიცვალო და სად მიყვებიან, იცი? სად მიყვებიან, იცი? აი საფრანგეთში მაგალითად ძალიან ბევრი ფერადკანიანია, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა და უწერია ნაციონალობა ფრანგი. ვიღაცისთვის მიუღებელია, ვიღაცისთვის არა, მისაღები, მაგრამ ამ სახელმწიფოსთვის და ამ კონსტიტუციისთვის და მისი ერთობისთვის ესეთი რაღაცა მისაღებია. ის რომ ქვეყანა იყოს ძლიერი, ის რომ ეკონომიკა იყოს ძლიერი, ის რომ შეკრული იყოს, ის რომ ენასთან თავსებადობაში იყოს და ის რომ არ გაჩნდეს მერე სხვადასხვა მოტივები, კი უშვებს სახელმწიფო ესეთ რაღაცას. თუ დიდი სახელმწიფოა 65 მილიონი არ არის პატარა. ჩვენ რა ვართ? ჩვენ 5 მილიონიც არა ვართ, 3 მილიონი ნახევარიც აღარ დავარჩით. და გამოკიდებული ვარ, შენ სომეხი ხარ, შენ უზბეკი ხარ, შენ თათარი ხარ, შენ არასწორია ესეთი მიდგომა. გულახდილად გეუბნები, ჩვენ უნდა ვეძებოთ ყველა ის წერტილი, რაც ჩვენ გვაერთიანებს, რაც ჩვენ სახელმწიფოს წაწევს, ის მე თქვენ ამას გულახდილად გეუბნებით რა. მაგრამ თუ ვინმე არის შემონერგილი, რომელიც მიზანმიმართულად აკნინებს ქართულ ენას, მისი ნაციონალობის მიხედვით. თქვენ ვერ ნახავთ საფრანგეთში მაგალითად ვერც ერთ დაწესებულებას, სადაც თქვენ პასუხს გაგცემენ სხვა ენაზე. გულახდილად გეუბნებით მე თქვენ ამას. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც გერმანულ კანტონ უფრო იქეთ გერმანული მხარისკენ ცხოვრობდი, ეს არის ალზასის რეგიონი, მაშინ ფრანგული ენა მე არ ვიცოდი აქ რომ ჩამოვედი სათანადოდ და ვიცოდი გერმანული ენა და იქ იმ რეგიონში ყველა ლაპარაკობს გერმანულად, ჩემში ზუსტად ჭირდა შევეცადე რომ კონტაქტი დამემყარებია გერმანულად სკოლის დირექტორთან. მე ცით რა მითხრა? მე ვარ სახელმწიფო დაწესებულებაში და მე ვერ ვილაპარაკებ სხვა ენაზე. მე არ დამწყვეტია გული მასე, გულახდილად გეუბნებით ამას. ეს ნორმალური არის. შენ ვალდებული ხარ იმ ქვეყნის ენა იცოდე, სადაც დგა ხარ და მით უმეტეს სახელმწიფო ინსტანციაში. და ესეთი გააზრება ჩვენ ქართველებმა ვერ ვისწავლეთ.
ის რომ ნინო წმინდაში სომხურად არ უნდა ჩაატარონ საკრებულოს ხდომა, რომ ეს მიუღებელია, რომ ეს არასწორია, რომ აზერბაიჯანულად არ უნდა წაიყვანონ გარკვეული რაღაცეები იქ მერიაში, რომ საარჩევნო კამპანია აი დედამოწყვილმა ნიკა გვარამიამ არ უნდა ჩაატაროს აზერბაიჯანულ ენაზე ვიღაცა მუჰამედ ალი იბნ ოღლასთან. წარმოუდგენლად მიუღებელია ეს და თუ ვინმეს ამ მოსახლეობაში არ ესმის სომხებს ქართული ენა, არ ესმის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანული ენა, ეს არის მათი დამსახურება, იმიტომ ამდენი ხანია მაგის ზადოვეში იყვნენ. და ქოცების დამსახურებაც რა თქმა უნდა. შენ არ გაგაჩნია სახელმწიფო პოლიტიკა მათთან მიდგომის. შენ არ იცი როგორ მიუდგე ამ ხალხს და როდესაც ეს საზოგადოება შენ ტერიტორიაზე ლაპარაკობს სხვა ენაზე, აქ ეთნიკური სხვადასხვაობა, სისხლითი სხვადასხვაობა და გენეტიკური სხვადასხვაობა, ისინი ადრე თუ გვიან ითხოვენ გამორკვევას. გამორკვევას, რაციონალურ გამორკვევას და ეს ხდება მერე მოტივი ავტონომიების შექმნის. აგერ ერთი ბატონი წერს, შენ რო კაცმა გკითხოს, არავის არ უნდა მისცე ხმა და აბა რა ვქნათ ძმაო, ესენი დარჩნენ? და ახლა მე გეტყვი შენ მაგის პასუხს. უკაცრავად მე თქვენი სახელი ვერ წავიკითხე, ნაწერები ადისები. კიდე ერთხელ დაუბრუნდები ამ საკითხს და განვში ამ საკითხს. და ეს იყოს ერთხელ და საბოლოოდ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მისვამს კითხვას, რა უნდა გააკეთოს. არაფერი არ უნდა გააკეთო. არ უნდა გაერიო თამაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა გაგდებს. ადე კიდე ერთხელ შენს გადააგდე. ძალიან მარტივი მომენტია. მიდი იმ არჩევნებზე, მე ხო არ გეუბნები რომ არ მიხვიდე. უნდა მიხვიდე არჩევნებზე, აიღო შენი ბიულეტენი, გადახაზო ყველა და ჩააგდო ის. საქართველოში ცვლილებები გინდა? საქართველოში ცვლილებები ჩემო კარგო არჩევნებით არ მოხდება. მაგ ილუზიას შენ ნუელოდები და ნუელოდები იმას, რომ აქ შენ რაღაცა ისეთი რაღაცა დაგემართება, რომ არჩევნებით შენი კეთილდღეობა შეიცვლება. ვის ირჩევ? მაშინ გეკითხებ, ვის ირჩევ? ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც შექმნა იაგო ხვიჩიები, კოლექტიური დავით უსუფაშვილები, კოლექტიური გუბასანიკიძეები, გუბასანიკიძეების ნაშიერები, ხიდაშელები, ანადოლიძეები, არჩევანი გინდა ამაში გააკეთო? ეს არაა შენი არჩევანი. და ამგენს რომ უთხრა, ამგენს ამ ქვევიდან ევროპელებს. ეს არა პლურალიზმი თუ როგორც გიყვართ, მრავალფეროვნება ქვია ესე მაგას ქართულად. თქვენ ახართ სულ არჩევნებში და არა უბრალო ადამიანები. უბრალო ადამიანებმა ვინც მოინდომეს არჩევნებში შესვლა, ან იქნა დაჭერილი, ან იქნა პოლიტიკურ დევნაში გაშვებული, ან იქნა ძირგამომთხრალი, ჩამპალი, დაქცეული, ოჯახის წევრიც აქცეული, ან ვალების ქვეშ დადებული, ან რაღაცა ბიზნესი ქონდა და გაკოტრებული. აი რა ემართება ხალხს საქართველოში, ვინც პოლიტიკით ინტერესდება. ვინ, ბიჭო, თქვენ შეგიშვებენ ქვეყნის ბედზე მოფიქრალ ადამიანებს იქ, სადაც სათავეებია, ეს არჩევნები არის სამეფო თამაშები, თქვენ იქ არ შეგიშვებენ. ხო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. რა უნდა ქნა? არ უნდა მიიღო მონაწილეობა. შენი ბიულეტენი შენი ხელით უნდა გააფუჭო. და რას უნდა დაელოდო, იცი? სოციალურ რევოლუციას უნდა დაელოდო ქვეყანაში. სადაც ტოტალურად ერთადერთი გამოსავალია. იქამდე ცვლილებაც რომ მოხდეს არჩევნების, ხო? ვერავინ ვერ ადგებოდა სასამართლოს ვერ შეცვლის. ერთადერთი გამოსავალი თუ არ გინდა რომ აი ეს ნაძირალა სასამართლოს თავმჯდომარე დროგიზის მურუსიძე გიჯდეს იქ და მურუსიძის სასამართლო გქონდეს, იცი რა უნდა გააკეთო ჩემო კარგო? ტოტალური გზით უნდა დაამთავრო ამათი თამაში, ამათი ტრაკის თამაში. და უნდა დაელოდო იმ მომენტს, სანამ აი აქ არ ამოვა რა. ქართველ კაცს, სანამ აქ არ ამოახტეთქავს. და არ მოინდომებს ამგენის ტოტალურ ამობზრიალებას. მაგას ქვია
სოციალური რევოლუცია. სოციალური რევოლუცია ქვია. ამ სოციალური რევოლუციის დროს ეს პოლიტიკური ეგრეთ წოდებული გუნდები თავი ბოლო გადიან გვერდზე, ნაცები, კოცები, მათ მიერ გაკეთებული იაგო ხუჩიები, უსუპაშვილები ესენი ისინი და რევოლუციური კომიტეტი იღებს ხელში ძალაუფლებას, გამოაცხადებს თავიდან არჩევნებს, ბრუტალურად აუკრძალავს აი ამ ნაცმოძრაობას, კოცებს, ამათში გათახსერებულ ტიპებს არჩევნებში მონაწილეობას და გამოაცხადებს გონივრულ დროს მისცემს საზოგადოებას იმისთვის მოხდეს ხელისუფლების დაკომპლექტება, თავიდან არჩევნების ჩატარება და არ ჯობია ამ პროცესით წავიდეთ. საფრანგეთში მოხდა 21 რევოლუცია ხალხო. რევოლუციები რომ დავიღუპებით, დავიქცევით, რევოლუცია თუ მოხდა, რა გვეშველება მერე რევოლუციებს რა მოაქვს ცუდის მეტი. აი ესეთ იდიოტიზმში რო ხარშავენ. აი სულ ასე რო ტრიალებს ხელისუფლება ამათ ხელში იმიტოა მერე რო გარიგებით მოდიან სათავეებში და ვითომ ამას რო ლეგიტიმაცია აქვს. მერე რო მიდის ვაჭრობა სასამართლოს შორის, პოლიტიკურ ძალებს შორის, პოლიციას შორის, უშიშროებას შორის, მერე რო აი ამათ ყველას თავთავისი სფერო რო აქვს სავაჭრო. აი მიტო ხდება ეს. ამას ჯობია ტოტალური ცვლილებები. მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია, ტოტალური, ბრუტალური რევოლუცია. რევოლუციას ძალა უნდაო ბატონო დავით, კი გეთანხმებით ძალა ნამდვილად უნდა. მაგრამ არსებობს კულმინაციის წერტილი, როდესაც რიგით კაცს ამოუვან კისერში, გლეხ კაცს ამოუვან კისერში. და ამითი თოხით რო გამოვა, აი ამდენის ასაკოთებლად. აი მოდი და დაუდექი მერე შენ ნებისმიერი ტანკით წინ. აი ახლა დღეს ჩვენ რაც გვაქვს ამ პროცესებიდან არის ყველაფერი ძალიან შორს და ძალიან ცუდად ინსპირირებული. ახლა ჩვენ ველოდებით ნაცების და კოცების ბრჭყალებში სტუდენტურ რევოლუციას ეს მათ მიერ დაფინანსებული ნარკო საზოგადოებაა, რომლებსაც ამ ბასიანებში და იმაში ლაბორატორიებში გამოყავთ ეს გოგობიჭები და შესმული ყავთ წამალზე, გადაიხდიან, კი არ გადაიხდიან და მიაწოდებენ დოზას და გამოათრევენ გარკვეული პერიოდი დააყენებენ აქციებზე, იტყვიან არჩევნები გაყავდა, რომელი არჩევნებზია ლაბარაკი, თვითონ თავის ხელშია თავი ბოლო ყველაფერი კაცო. ვინ ატარებს არჩევნებს და ვინ მონაწილეობს? ეგენი რომ წესიერი ოპოზიცია იყოს რომელიმე, იცით რას გააკეთებენ? საერთოდ იმ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ლეგიტიმაციას დაკარგავდა ეს ხელისუფლება. საერთოდ იმ პარლამენტში არ შევიდოდნენ. რატო შევიდნენ პარლამენტში? გეკითხეთ, რა მნიშვნელობა შარლ მიშელი შეყვა თუ რა მნიშვნელობა? ვინც არ უნდა შეყოლო და შენ თუ რა შენი ინტერესები, ოპოზიციის ინტერესები, სამშობლოს ინტერესები, არა დავდგები ძმაო და იქ არ შეუვალ რა. არ ვიცი, კიდევ ვიღაცა სვამს, კიდევ ვის მივცე ხმა ეს ბოლო რა. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. არავის არ უნდა მისცე ხმა. ყველა უნდა გადახაზო, არ უნდა მიიღო ამ თამაში მონაწილეობა. მინიმუმ შენი თავის და შენი ცოლშვილის და შენი ნათესავების და შენი წინაპრების წინაშე იქნები შენ მართალი და სინდის მოხდილი, რომ შენ არ გაერიე ქვეყნის ღალატის თამაში. ეს არის ქვეყნის ღალატის თამაში, ეხლა ძალიან მალე დაიწყება ეს არეულობა, ესენი ვერ გაიყოფონ ბოლო-ბოლო პოსტებს. ესენი ვერ გადაინაწილებენ საქართველოს, ძალიან პატარაა საქართველოს იმის გულისთვის, რომ ამგერმა ეს გაინაწილო. დამიჯერეთ ეს ყველაფერი ასე მოხდება. და ამას მოყვება ძალიან მძიმე შედეგები. მოგესალმებით ბატონო გოჩა, გამარჯობა ჩემო მეგობარო, შვადღე მშვიდობისა, შენი გამომწერი ვარ, ყველა შენ ვიდეოს უყურებს. პატივისცემით ჩემს მიმართ, ჩემო მეგობარო, რაც შემიძლია, ყველა ანალიზს ვდებ, სათითაოდ ყველას ვაწოდებ ინფორმაციას, რაც ამაქვს, იმიტომ რომ ეხლა ელემენტარული, აი შეხედეთ, უშიშროება ამბობს ესეთ რაღაცას, ხო? გვაქვს ინფორმაცია, მიდისო ესეთი ფალსიფიკაცია და საზოგადოებაზეო ჰიბრიდული ომის ელემენტები არისო, რომ ცნობიერების აღშფოთებით მოხდეს რაღაცა ხელისუფლების დამხობა.
ძალიან მარტივ შეკითხვას ვსვამ, თუ ამაზე აქვს ინფორმაცია ვინა ამ ყველაფრის ავტორები, მაშინ რატომ არ მოქმედებს სახელმწიფო უშიშროების სამსახური? რატომ არ არის ჩატარებული სპეცოპერაცია, რატო არ არის ის სამონტაჟოები ამოღებული, ის პირები რატო არ არის დადგენილი, ვინც ასეთ ჰიბრიდულ ომს ეწევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ არ მიდის ამაზე სერიოზული ნაბიჯების მიღება? იმიტომ რომ სისულელია, ესეთი რაღაცა არ ხდება. მაგრამ ხდება მეორე რაღაცა. რა ხდება? სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან გამოსულია ინფორმაცია, სერიოზული ინფორმაციაა გამოსული და ამ ინფორმაციაზე უკვე ხდება ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიდის ოპოზიციიდან, რომ თუ თქვენ არ დათმობთ არჩევნებში ხმებს, მაშინ ჩვენ ამ ინფორმაციას გამოუშვებთ და მოხდება თქვენი კომპრომეტირება და მაქსიმალურად ტოტალურად დაკარგავთ ხმებს. ვიღაცა წერს აქ, რომ შენ რასაც ამბობო, იმის გჯერაო, შენ ვიზის გჯერა, იმისი თუ მართლა გჯერაში უპატრონო შენ თორე. მე რასაც ვამბობ, იმისი კი არ მჯერა, მე იმისი მწამს. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეს ასეა. ყველაფერს იკადრებენ ქოცები 26-ის, რა თქმა უნდა, იკადრებენ, იმიტომ რომ ქოცებს დასაკარგი არაფერი არ დარჩათ რა. ქოცები არიან, თავი ბოლო ესენი სანქცირებულები არიან, რა თქმა უნდა, იმ დონეზე არ ხდება, რა თქმა უნდა, მათი სანქცირება კიდე ის უცხოური მხარეები ამათთან ვაჭრობენ რა. რაღაცა დირკას იტოვებენ რა სალაპარაკოდ, თორე რეალურ მდგომარეობაში ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არსებობს. არანაირი. საქართველო ეს არის მხარე, რომელიც არის ოკუპირებული უკვე დანიშნული მილიონერის მიერ, თუ მილიარდერის მიერ, მოგატიეთ. ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელმაც თავისთვის შექმნა ეს მისი იმპერია. ეს არის ყველაფერი საბჭოთა კავშირის გონება გადმოდებული მასზე და ესეთები, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურს ყავდა ძალიან ბევრი ახლა. არ შევალე მაშინ კამაჩი ვინ პროამერიკული იყო და ვინ პრორუსული იყო, იმიტომ მაგას საქართველოში ვერ გაიგებ. ნაცმოძრაობაში იმდენი ხელისუფლის წარმომადგენელი იყო, რომელიც რუსეთიდან დღემდე იკვებებოდა, მაგას რო გაყვე ახლა ხოშტარიებიდან, ბენდუკიძეებიდან, იქიმიდან, ამიდან, თვლა და სათვალავი შეიძლება აგერიოს ჩემო კარგო. რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა და იმდენად მოწყვლადად მუშაობდა ამგენის მამებზე, ამგენის დედებზე, ამგენის კითხვა მაქვს მაშინ, ვის ხედავთ რეალურ კანდიდატს, ვინა უკეთესი მზრუნველი ქვეყნისთვის. ლეონელის ვამს ამ შეკითხვას, ჩემო კარგო, მე კიდე ერთხელ თქვი რა. კიდე ერთხელ თქვი, რომ მე გამოსავალს ვხედავ სოციალურ რევოლუციაში და სახალხო ძალაში და ხალხმა უნდა იყოს ეს ძალაუფლება ხელში. მე კონკრეტულად არავისი და კერპებს არ ვქმნი. ეგ არის რა. იცი რა არის? სამწუხარო კიდე რა არის? კიდე ერთხელ და მე არ ვერიდები ამ საუბარს და კიდე ერთხელ ვიტყვი. აი ეს ვიღაცა ნაცი გიორგი ჩემისაშვილი რა. აქედან რო ლაპარაკობო, მე მწერს რა. ჩამოდიო და აქო მართლა გააკეთე შეუპატრონო რაღაცაო რა. ესე იგი რა არის, იცი? ახლა ვინც პირველად მიყურებს და აქამდე შეხება არ ქონია ჩემ გვერდზე და აგერა მაქვს ეს არქივი წამოღებული ჩემი საქართველოში ყოფნის დროს, რაც სამოქალაქო ცხოვრებაზე აქტიურობა განმახორციელე და ვიყავი ეს იყო, როდის მე ჯარისკაცი ვიყავი, ვინც არ იცის ჩემი პრეისტორია, მოკლედ ვეტყვი მაგას, რომ დავამთავრე სამხედრო სკოლა, შემდეგ სამხედრო კათედრა, შემდეგ უნივერსიტეტი, შემდეგ სამხედრო აკადემია, შემდეგ ომში ვიყავი, მე ამ ნაცებს კოცებს ვერ შევეგუე, სამჯერ ვიყავი შეერაღებული ძალებიდან დათხოვნილი, იძულებით ნაცებმა რეპრესია გამატარეს, მე კიდე კოცებმა ზევიდან დაუმატეს და ბოლოს შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ნებისმიერ შეგიძლიათ ჩახედოთ, არავისგან არაფრის ფული არ ამიღია არასდროს და შეერაღების მიმართულებით, რომელიც აკონტროლებდა თავდაცვის სამინისტროს, პარლამენტში ხშირად ვახდენდი ამ ნაძირლებთან ოპონირებას მანამდე, სანამდე აი ამათმა პარლამენტის კარი არ დამიხურეს იქ საჯარო გამოსვლებზე, იმიტომ რომ სიმართლის თქმა პირში მოეწვათ ნამეტარი და არსებობს უამრავი ამის მტკიცებულება რა.
ასეულობით საპროტესტო აქციის მონაწილე ვარ და ათეულობით საპროტესტო აქციის ორგანიზატორი. აი ეს დედამოწმულები, ახლა ამას რო წერენ, ჩამოდიო აქო და აქედან გააკეთო, არც ერთ ბარიერთან არ დამინახია. არც ვინმეს უფლების დასაცავად არ დამინახია. არც ვინმეს ღირსების დასაცავად არ დამინახიან, არც ქვეყნის დასაცავად არ დამინახიან. და არავის დასაცავად ეგენი არ დამინახია. ამათ აქვთ მარტო ნარატივი დაჭერილი, აქ რო არ ახარ და მაქედან ლაპარაკობ. შენი დედა შევეცი რა. ბოდიში მოგიხადო, ცოცხალი რო გადავრჩი? ბოდიში უნდა მოგიხადო? კაც ბიჭო, უშიშროება მithვალთვალებდა, პროვოკაციებს მიწყობდნენ. რო ვერაფერი ვერ მიქნეს, მერე ჩასაფრებით, დღისით, მზისით, თბილისის ცენტრში, პლეხანოვზე, ილიასბახში თავზე დამესხნენ ეს დედამოწმულები. თავისი ადვოკატით, თავისი ვიდეო გადამღებით, თავისი ხულიგნებით, თავისი სახეობებით, რავი ყველაფერით, ბიჭო. და ძლივს გადავრჩი კაცი. და დამესხნენ როგორ პოდურად, იცი, სპორტ დარბაზში ვიყავი და ნავარჯიშები, რესურსი ამოწურული მქონდა შეწინააღმდეგების, იქიდან გამოსული ნავარჯიშები, კაც უკრიდან კასტეტი ჩამარტყეს და წინიდან კასტეტი ჩამარტყეს. იმიტომ რომ იზორიას ბოზცოლს არ მოეწონა, თურმე მაგას რო ამხელდი, რომ შემძვრალი იყო იმაში ნავთობ კომპანიაში და იქიდან ჭამდა ქვეყნის ბიუჯეტის სისხლს. და ახლა მე ამ დედამოწმულს აქ უნდა იმას ხლა ბოდიში უნდა მოუხადო, რომ ცოცხალი გადავრჩინა, მიგე? და ჩამოდიო, მეუბნება იმის არ იყოს გამოვარდეს და მე რო ჩამოვალ გვერდში ამომიდგეს და იბრძოლოს იმ ინტერესებისთვის, რასაც ქვია სამშობლოს ინტერესები. მე ეგენი არც ომში არ მინახია ქვეყნის გულისთვის. არც საპროტესტო აქციაზე არ მინახია ქვეყნის გულისთვის, არც თავდაცვის რომელიმე ღონისძიებაზე არ მინახია და არც ვინმეს სახთან დამინახია რომელიმე მინისტრის რაღაცის გამპროტესტებლად რა. აი ესენი არიან პროჭები. ესენი არიან უშიშროების ნარატივჩიკები. ესენი არიან ხალხი, რომელსაც სიმართლის თქმა აღიზიანებთ. და სიმართლე ახლა რომელი საუკუნეა ამის დედავატირე მე ვერ ავიღებ ავტომატს და ვერ დავცხრილავ, ხო? ქართველს ვერ ვესვი, ტყვიას რაც არ უნდა მამაძაღლი იყოს. მაგის გაკეთება რო ყოფილიყო რაღაც დონეზე შესაძლებელი, იმ წუთში მე რო თავზე დამესხდნენ, მექნებოდა იარაღი, ხო, ოფიცერი ვარ, ბოლოს და ბოლოს ომგამოვლილი კაცი ვარ და ავდგებოდი და მოუთხრამდი დედის მუტას და დავახლებდი თავში ტყვიას და მოვიშორებდი, მაგრამ გამოსავალი არის ეს? ეს არ არის გამოსავალი. ძალადობაზე პასუხის გაცემა ძალადობით არის პრობლემა პოლიტიკისთვის და საზოგადოებისთვის. არ შეიძლება. ხავერახა წერს რას გთავაზობ? მე რა უნდა შემოგთავაზო? შენ მეზობელს, შენ მეგობარს, შენ ახლობელს დაუდექი გვერდში. მე პოლიტიკური პერსონა კი არა ვარ, რომ ხო ხმა მომეცი და რაღაცას გიზა მე რომ მოვა. ღმერთმა დამიფაროს. ღმერთმა დამიფაროს. რომ მე შენ რამე ჩემი პარლამენტში მოყვანის მაგივრად შემოგთავაზო. ღმერთმა დამიფაროს. მე არასოდეს არ მქონია იმის ამბიცია პარლამენტში მოსულიყავი და დამჯდარიყავი მაგ. არასოდეს ამის ამბიცია არ მქონია. მე ვიყავი სამოქალაქო პირი და ჩემ სამოქალაქო მოვალეობას ვიხდიდი და დღემდე სამოქალაქო მოვალეობას ვიხდი. დღემდე ვიხდი სამოქალაქო მოვალეობას. შემოკარგებო, დაწერეთ ქართულად. იმიტომ რომ ლათინურად ძალიან წვრილი ასოებით არის და ვერ ვკითხულობ. არ მიაქცევთ ყურადღება ჩასაფრებულებს, არ ვაქცევ, შემოკარგო, მე არანაირად არ ვაქცევ მაგას ყურადღებას, იმიტომ მე ზუსტად ვიცი ამ ადამიანებს ვინ უხდის ახლა ხელფას, ამ ხელფას უხდის უშიშროების სამსახური. სხვადასხვა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენ სუხდიან, არსებობს ტროლაჟის ესეთი სახეები ქართული ოცნების მიერ და ნაცების მიერაც დაფინანსებული. შექმნილი აქვს ორი სახის ტროლი. ერთით აგინებიებენ ვისაც უნდა, ერთით აქებიებენ ვისაც უნდა აქვთ ჯგუფები, აზიარებენ ამათ სიბილწეებს. და სანამდე ახლა Facebook-იც ებრძვის მეტას პროგრამა ამათ ტროლაჟს, მაგრამ ხო, სანამდე არიან აი ამ ნარატივებში რა. ხო და 3000 ლარს უხდიან აი ესეთ ტროლებს
ამ წინასაარჩევნო. ეს არ არის პატარა ფული. ეს არის ინფორმაციული ომი. აი ეგ არის. რა გავაკეთოთ? მე ჩემო კარგო კიდევ ერთხელ თქვენ თუ ვერ მოუსწარით ამ ყველაფერს და ონლაინ მაგას გადაცემა, კიდევ ერთხელ ვთქვით რა. დაელოდეთ პროცესებს სოციალური რევოლუციისთვის. ეს აუცილებლად დაიწყება საქართველოში. მანამდე წადით არჩევნებზე და გადახაზეთ ყველა გადახაზეთ. თქვენი ხმა არ მისცეთ არავის. რომ თქვენ წინაპრებთან, თქვენ შვილებთან, თქვენ ცოლებთან, თქვენ კრვებთან, თქვენ წარსულში ვინც აქ ხავთ უახლოესი, იყოთ პირნათელი და სულნათელი. აქ წერს რომ შენი წარსულიო ვიციო. ესენი აზრი არავის. ხო ნუ ახლა რა არის, იცი, ამდენი ხანი სოციალურ ქსელში ვარ, ვიღაცა მეტად მიცნობს, ვიღაცა ნაკლებად მიცნობს. ჩემი პრობლემა ნამდვილად იყო ის, რომ მე ვერ შევეგუე, ეპიკი იყო ბოლოს ხიდაშელის და ანადოლიძის თავზე დასმა ქართული ჯარისთვის, სადაც მეჩეთებს ხსნიდნენ იმაში ქართული ეკლესიების გვერდზე, იქ ყაზარმებთან და მე ახლა ძალიან ბევრი მუსულმანი მეგობარი მყავს, მე არანაირად არ მაქვს საწინააღმდეგო მაგ სარწმუნოების და ღმერთმა დამიფაროს, ოდესმე პირიქით ყოველთვის უთანაგრძნობ იმ ადამიანებს, ვისაც რამე სიწმინდე და მრწამსი გააჩნია, მაგრამ ხიდაშელი და ანადოლიძე ამას ყველაფერს აკეთებდა პროვოკაციულად, ახლა ის ბავშვების წამებაც რო დაემატა ბაძაზე მერე და იმის დაფარვა, ეს უკვე აღარ მოვითმინე და ვეღარ მოვითმინე. არა მარტო მე, იქ სხვაც იყო. ანუ ვინც ვერ მოვითმინეთ, მე აგერ ვცხოვრობ საფრანგეთში, დევნილები პოლიტიკური ნიშნით აი ამ ნაგვებისგან. ცოტა არ იყოს რთულია ეს მომენტი რა. მე აჟიოტაჟის ტალღას არსად არ მივყვები, გულახდილად გეუბნებით. ახლა მიდის და ყველაზე დიდი უბედურება რა არის, ცით გამოთაყვანების ისეთი შრიარი წასული რა, ძალიან მძიმე შრია. ყველას ვთხოვ კიდევ ერთხელ მოიწონოს და გამოიწეროს ჩემი გვერდით. ეს ემიგრანტები ვინც არიან, იქაც კი 50 ევროს გულისთვის. ეს პროკოცი ტიპები რა, დაწყებული აქვთ ის, რომ აი ხმა მივცეთ ამას და ჯერ ემიგრანტი რო ხარ რა. და ვინ არის საქართველოდან წამოსული იმისთვის, რომ დალხენილი აქვს ცხოვრება. ვინ არის ასეთი ემიგრანტი მანახეთ მე. ყველა გამოექცა ან სოციალურ, ან პოლიტიკურ პრობლემებს. პოლიტიკური თავშესაფრით აქ ცხოვრობს ძალიან ცოტა, შემიძლია ვთქვას, შეიძლება ქართული ემიგრაციის 2.800.000 კაცია, პოლიტიკური დევნის აღიარების მოტივით აქ შეიძლება ცხოვრობდეს 1% ამ 2.800.000 კაცში. დანარჩენი არის ყველა ეკომიგრანტი, დანარჩენი არის ან ეგრეთ წოდებული ავადმყოფობის მოტივით ჩაბარებული და ისე აქ მიღებული საბუთი. უმრავლესობა არის უსაბუთო და მათ აქვთ საშინელი გზა გავლილი. და ისეთი ადამიანური ისტორიები აქვს, ყველა შეიძლება შეგძრათ ამ ყველაფერს. სხვა არის შენ ერში რო გიჭირს და სხვა არის რომ ამ ყველაფერს სხვა ერში გადადიხარ. მან კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა. ეს ემიგრანტები იმიტომ გახდნენ ემიგრანტები, რომ ადამიანის ღირსების დაფასება მიუხედავად იმ წვალებისა იმ ქვეყანაში უფრო ნახე, სადაც არიან, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. ეს უკვე პრობლემა არის ჩვენი დემოგრაფიისთვის, სადაც ადამიანი ვერ უყურებს თუნდაც სოციალურ სამართალს, მე არ მაქვს რაღაცა მაღალ სოციალურ თემებზე ლაპარაკი, ძალიან რთულია იქ ადამიანმა თავი დაიმკვიდროს რა. კაცრავად სოციუმზე რას გვეტყვის, სადა ვართ ამ ხრივ და თუ ხედავ ამაში პრობლემას. აი სოციუმში რა უნდა გითხრას, ძალიან აი შეხედე 3.5 მილიონი ქართველი არის დღეს დაახლოებით ტერიტორიაზე რაც ცხოვრობს. არანაირი 5 მილიონი და არანაირი 5 მილიონი ნახევარი. 3.5 მილიონი კაცი. და მეორე გვარი არის აბა თუ იცი რომელი? არ გეცოდინება, მე გეტყვი, მამედოვი. ღმერთმა გაამრავლოთ მამედოვები და
ღმერთმა აჯამრთელოთ და ღმერთმა მისცეთ წარმატებები. რას ვერჩი კაცო ბრწყინვალე გვარი, მე ერთ მეგობარიც მყავდა მამიდოვი. მყავდა რა კლასელი იყო ჩემი რა. გამრავლდნენ აზერბაიჯანში ამის დედავატი. საქართველოში რატო არ უნდა იყოს თქვათ ნებისმიერი სხვა ქართული გვარი რიცხოვნობით მეორე ადგილს და რატო უნდა იყოს მამიდოვი. არ კიდევ ერთხელ ვამბობ რა ქსენოფობიურად არ გამიგე. მე მამედოვი ისეთიც ვიცი თავი რო გაწირა ამ ქვეყნის გულისთვის და ბევრმა ეგრეთ წოდებულმა ქართველმა ტრაკზე აგოცოს ისეთ მამედოვებს, მაგრამ ბიჭო ეს სუფთა გენეტიკური თვალსაზრისით ვამბობ რა. სუფთა ადამიანური თვალსაზრისით ვამბობ, სუფთა ქართული გააზრებით ვამბობ ამ ყველაფერს. ამას ხო ვიღაცამ ხელი უნდა შეუწყოს. ეს არის ამის თქმა მინდოდა მე და თქვენს ეთყობა გაიაზრებთ ამ სიმართლეს რა ვიცი რაც მე ჩემი გადასახედიდან ვილაპარაკე და რაც მე შევძელი რა თქვენ ამ მომენტანა და ისე ნებისმიერს თავისი ხედვა აქვს ამ ყველაფერთან მიმართებაში და თვითონ გადაწყვიტოს ნებისმიერმა რამდენად მისაღები არის მისთვის ის სიმართლე რაც არის ან რაც შეიძლება იყოს ამ ყველაფერთან. ეს არ არის ჩემი პერსონალური გადასაწყვეტი ვინ ვის წავა და ვინ ვის ხმას მისცემს. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ჩემი რჩევა არის ასეთი არ მისცეთ არავის ხმა. და თუ მაგალითად აი მე როგორ მოვიქცეოდი, მე წავიდოდი არჩევნებზე გადავხაზავდი ყველას და ჩემს სახეს და გვარს დავაწერდი. პროტესტის ნიშნით. გავაკეთებდი ამას. ძალიან ცუდი თამაში მიდის. ქართული ოცნება საერთოდ უარყოფს ყველა მორალს. არ გააჩნია ერთი ღერძი სulis, აი მაგალითად ხო აირჩიოთ პრინციპი და მიყვეს იმას რა. აი ესეთი პრინციპი არ გააჩნია. დღეს ლიბერალია, ხვალ კონსერვატორია, ზეგ კომუნისტია, მასზე კაპიტალისტია. თავარია რომ ბიძინა ივანიშვილს იკავოს ხელში ყველაფერი და მზად არის იკადროს ყველაფერი და გააკეთოს ყველაფერი. ასე არ გამოვა. ასე არც ერთი დონის საზოგადოება არ იმართება, ასე არც ტომი არ იმართება და აფრიკაში რო ნახოთ ისეთი ტომები, რომლებიც ერთმანეთს ჭამენ, იმგენს უფრო აქვს იდეა ეგზისტენციალიზმის და არსებობის და განვითარების და თვითგამორკვევის ვიდრე ამას რა, ქართული ოცნების წვრებს. და ბევრს უყურებ, ბევრს ხედავ და გულახდილად გეტყვით რომ რაღაცა ადამიანებიც კი მეწოდება რა. ეს ადამიანები რომლებიც ასე მიყრდნობილია რა თავი. აი ახლა სვამს კითხვას დავით შენი აზრით უკრაინა-რუსეთის ომის დასასრული რა ზეგავლენას მოახდენს საქართველოში? აბსოლუტურად შეიცვლება დღევანდელი გეოპოლიტიკური გადათამაშება და მე ვფიქრობ რომ წნევა დაიწევს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. ინტერესი დაიწევს, რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ დიდი ტერიტორია, ჩვენ პატარა ტერიტორია ვართ და გამომდინარე აქედან ჩვენი ქვეყნის შეიძლება ამანაც გადაგვარჩინა. რო ისეთი მასშტაბური ხასიათის ომი არ მოხდა საქართველოში როგორც არის უკრაინაში. უკრაინის ტერიტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების და ეკონომიკის უფრო დიდი განშლა და გაფლანგვა მოხდეს და რა თქმა უნდა ხასიათი ამიტომ მიიღო ომმა იქ მასშტაბური. და დაფინანსებაც ამიტომ იყო, იმიტომ რომ ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ ნებისმიერი ომი, ეს არის ეკონომიკურ ციფრებში გადატანილი ბრძოლა, ნებისმიერ ომს იგებს ეკონომიკა და არა იერარქია. აი ეს არის. გავლენას ეს მოახდენს რადიკალურს. რადიკალურს მოახდენს ჩვენს მდგომარეობას. გულახდილად გითხრათ, მე მადლობთ ყურადღებისთვის ვინც მიყურებს. გულახდილად გითხრათ, მე პირადად როგორც მე რო შემეძლოს, რო ხელისუფლებაში მქონოდა რამე ძალაუფლება, ისეთ ბოდიშებს კი არ დავიწყებდი აფხაზების და ოსების მიმართ, რაც დაიწყო ივანიშვილმა. ესეთი რაღაცეები ასე არ კეთდება რა, ერთა შერიგების პროცესში. მე ჩვეულებრივ სახელმწიფო და საზოგადოებრივ კომისიას შევქმნიდი, უბრალოდ რიგითი ადამიანებისგან, რიგითი ქართველებისგან, რიგითი აფხაზებისგან, რიგითი იტოლვილებისგან, ჩემო ოქროებო. უბრალო ქართველებს ავიღებდი რა და ერთ ხელისუფლების წარმომადგენელს ჩავსვამდი და
გვექნებოდა მისვლა მოსვლა გახსენით ესაზღვრები ვიზია ისი გეშინია თო ქართველი თუ გადავა აფხაზეთის ტერიტორიაზე და აფხაზი თუ გადავა საქართველოს ტერიტორიაზე კანონი გაქვს მიღებული რაღაცა იდიოტიზმი კაცი თუ მოხვდა იქით ყველა აგენტი გონია არ არის ეს სწორი ესეთი რაღაცები ესეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო შენს ქვეყანაში და ახლა რა ვიცი ვინ პოლიტიკაში ვინ ტრიალებს ხიდაშელი რომელიც იძახის რომ აფხაზებს თუ უნდა დამოუკიდებლობა იყვნენ დამოუკიდებლები შემიძლია ეს მისი განცხადება განახოთ რა და ვაშლისგანო შორს არ ეცემაო ისი არის მისი ქმარიც რა ამას პალნაში იხარშებოდა ქვეყნის თავდაცვისა და ქვეყნის პარლამენტარიზმის ბედი ერთი რო თავდაცვის მინისტრი იყო და მეორე კიდე პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენ გვინდა ადამიანები ჯანსაღი ადამიანები გვინდა პოლიტიკაში რომლებიც სწორად წამოიღებენ ამ პროცესებს და როგორ წამოიღებენ ამ პროცესებს იცით რომ არავის არ გაუჩნდება ჩვენი საზღვრების იქედან იმის ამბიცია რომ ჩვენ გვიკარნახოს როგორ უნდა ვიცხოვროთ ქვეყნის შიგნით რა თქმა უნდა ამის დარეგულირება რუსეთის გარეშე არ მოხდება მაგრამ შენ თავში უნდა იყოს შენ ძლიერი რომ ნებისმიერს უკარნახო შენი ნაბიჯები უნდათ საქართველო ევროპელებს უნდათ კი ბატონო უნდათ მოვიდნენ უნდათ აითვისონ აკაური ბაზარი ჩადონ აქ თანხა უნდათ ამერიკელებს კი რატო არა ჩადონ რუსებსაც უნდათ ეკონომიკური თვალსაზრისით თუ უნდათ რატო არა რა პრობლემაა რუსი ტურისტი რო ჩამოდის ვის აქვს ამაზე პრობლემა ფულს რო ხარჯავს მაშინ უკარება და მზე თუ ნახავი თუ ხარ ჩაიკეტე შედამოწმულო და თქვი უარი განვითარებაზე შენ არ შეიძლება ადამიანს ტურისტს მიუვარდე და ესახარ და წარმოგიდგენია ეს რა იდიოტიზმია ეს რა დაბალი დონი არის და ვითომ ამაში გამოხატო შენი ნაციონალიზმი სისულელი არის ეს ჯერ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეს რა გვინდა როგორი დონის განვითარება გვინდა და ჩვენ თუ გვინდა განვითარება მაშინ ჩვენ გარკვეულწილად უნდა ვიყოთ ნეიტრალურები და ვერავინ უნდა გვიკარნახოს ჩვენ თავისი პოლიტიკა ხვალზე გომში გვინდა ჩვენი ნების მიუხედავად მონაწილეობა თუ არ გვინდა რა გვინდა ის გავერკვეთ რეფერენდუმის უფლება მოვიპოვოთ ქართველებმა ვიღაცებს კი ნუ შევეკითხებით იმას თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ საკუთარ თავს ჩავხედოთ და საკუთარ ხალხს შევეკითხოთ როგორი ცხოვრება გვინდა როგორი რესპუბლიკა გვინდა როგორი სახელმწიფო გვინდა ეს უნდა გავაკეთოთ ეს და ესეთი რაღაცა რომ მივიღოთ ჩვენ გვინდა ხელისუფლება რომელიც ჩვენ ხალხს მისცემს მისი ნების ჭეშმარიტი ნების გამოხატვის თავისუფლების უფლებას ეს არის სიმართლე ჩემო კარო აი ვიცი რასაც ამბობ ბოლომდე ვიზიარებ მაგრამ რთულია დაეჯახო 41-ს იმედია მიხვდები რასაც გწევ მე ხვდები რას იცი თქვენს პათოს ხვდები მაგრამ უფრო რთული რა არის იცი სიცრუეში და სიყალბეშია ცხოვრება ჩემო უკო აი ესა სირთულეში აი ქართველი კაცის პრობლემა რა იცი გაერთიანებას ვერ ნახულობს ქვედა ეშელონის დონეზე უთხრება მის მეზობელს მეგობარს როგორ ზედა უდგეს ეს არის პრობლემა ამერიკამ დაგვინგრია ეკონომიკა მილიონობით ფინანსებს ამერიკამ კი არ დაგვინგრია ეკონომიკა ჩვენ თვითონ დავანგრიეთ ჩვენი ეკონომიკა ხაზარაძეს რომ მივეცით იმის უფლება რომ უბრალო ადამიანები ეძარცვა ეროვნული ბანკი რომ გადაქცეულია იმათ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ აი ეს კერძო ბანკები საქართველოს ბიუჯეტში იხდიან მილიონობით ლარს იმის გულისთვის რომ საკუთარ თანამშრომლებს ხელფასი არ მოუმატონ და ამ ფულს იხდიან ჯარიმის ფორმით ეს იცით რა არის სახელმწიფოში სადაც კერძო ორგანიზაციას ურჩევნია ჯარიმა გადაიხადოს ბიუჯეტში ვიდრე საკუთარ თანამშრომლებს ფული გადაუხადოს ეს არის საზოგადოების განვითარებაში ჩადებული ბომბი და ეს არ აწუხებს სახელმწიფოს იმიტომ რომ სამაგიეროდ მილიონებს იდებს ბიუჯეტში რომელსაც ის ხელისუფლება განაგებს რომელიც იმ ბიუჯეტს მართავს და ის ბიუჯეტი სახალხო და საჯარო არ არის აი ამაში არის პრობლემა მე ეკონომიკურ თემებზე ხა დღეს აქ
არ ვისაუბრე, მე მქონდა ეს საუბრები სოციალურ პრობლემებზე, პოლიტიკურ მორალზე და ასე შემდეგ, მაგრამ მე აუცილებლად ჩამოვალ აქამდე, რომ ეკონომიკურ თემებზე ვილაპარაკოთ რასიწონის სინამდვილეში. საქართველოს შეუძლია 12-16 მილიონი ადამიანის გამოყვება. მისი აგრარული კულტურით, მისი წიაღისეულით, სად მიდის ეს ყველაფერი? საქართველოს მოქალაქე, რომელიც პენსიას რაღაცა მათხოვრული ტრანზიტიდან შემოღებული კაპიკებით იღებს, ეს არ არის რეალური შედეგი. იმიტომ საქართველოს თუ შეუძლია წელიწადში ივანიშვილმა გაყიდოს ქვეყნიდან 7 ტონა ოქრო ხალხო. და რამდენი სიმახინჯე გააკეთა და არ ჩავყვები იქ ვიღაცა იტყვის ნეგატივს აშუქებ, ნეგატივზე შეიძლება დამოტყულო, ნეგატივს კი არა სიმართლეს ვაშუქებ და თუ ეს სიმართლე ნეგატივია, დავით ნემსაძემ რა გააკეთოს. თან ბევრი მოღალატეობრივი საქციელია გაკეთებული ამ ქვეყნის მიმართ. დამნაშავე არ არის მარტო ის ხალხი, ვინც ამას გვიორგანიზებს. დამნაშავეა თითეული ჩვენგანი, რომ ამ ყველაფერს ითმის. ამის თქვა მინდოდა მე. უკაცრავად იცოდეთ. ამის თქვა მინდოდა მე. თითოეულ თქვენგანს, სანამ გავიდოდე ეთერიდან, კიდევ ერთხელ მოუწოდებ იმისთვის, რომ ახლა მიდის უშიშროების ვირთხები ჩემ გვერდებს, რომ იმდენს არეპორტებენ, იმდენს ცდილობენ, რომ მოკლედ გამთიშონ ამ იმით, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნოთ, რა მაინდა-მაინც ლაივები არ ჩამირთვია ახლა, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, რომ დამბლოკონ და არ მიმიწვდეს ხელი საზოგადოებას. აგერ ახარ თქვენ, აი სანამ ახლა გავიდოდე ეთერიდან, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ეს გვერდები გამოიწეროთ და კიდევ ერთხელ ვტოვებ სიტყვას. აგერ ვეუბნები გახარიას, იმ იაგო ხვიჩიას ნაყიდ ნაბიჭვარს ივანიშვილის მიერ, იმ ანადოლიძეს ბავშვების წამების ფაქტს რომ დაამალახელი მაგას, ხიდაშელს, უსუფაშვილს, თვით ხაზარაძეს და ქოცების მთელ პოლიტიკურ შემადგენლობას. თუ ვინმე ტრაკი გაქვთ ბიძია, არის თანამედროვე სამყარო, ერთი ხელის მიჭერით შეგიძლიათ შემოხვიდეთ აგერ ჩემ ეთერში და განვახორციელოთ დებატები. არ შეგაგინებთ დედის ტრაკს. საგინებლები ხართ, მაგრამ დავიცავ ამ ეთიკის ნორმას. არ შეგაგინებთ. მე უბრალოდ ავდგები, გამოვიტან მეორე ოთახიდან იმ მასალებს, რაც ჩემს მიერ, ჩემი ორგანიზაციის მიერ დამუშავებული იქნა და თქვენ პიროვნულ პერსონასთან მიმართებაში, ხელისუფლებაში რო იყავით, ხაზარაძესთან კიდე სხვა თემები მაქვს. დაგისმავთ შეკითხვებს ამ დროს, ამ კონკრეტულ თემებზე, რატო იჯვამდით? აბა თუ არ გეშინიათ. აი ამდენი ადამიანი ხომ მიყურებს, ამდენი 1000 კაცი მიყურებს რა. და ამდენი 1000 კიდე შემხედავს რა. მე ხო თქვენი ოპონენტი არა ვარ, რომელიმე სკამი წაგართო. ჩვეულებრივ რიგითი ქართველი ვარ, რომელსაც თქვენი აზრით დედამიტირეთ რა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აგერ საზოგადოებასთან თქვენზე მეტი ურთიერთობა მაქვს და გაეცით პასუხი ამ ხალხს და გამოიტანს ის ხალხი მერე დასკვნებს, თუ თქვენ დემოკრატიის ამ ფორმის არ გეშინიათ. თუ თქვენ სინდისიერები ხართ, განსაკუთრებით გახარია და ხიდაშელებს და იმას მიუმართავთ. აი მოდით ჩაერთვეთ, ხო გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, ხო გინდათ ის გახრწნილი ქოცები რო შეცვალოთ რა, ვინაა დავით ნემსაძე? თქვენის მხრიდან დამიდევით ერთი ხელი მე, სალმომიფარია ქვეყნის ბიუჯეტი, რომელი ადამიანი გამიუბედურებია, სად მიყიდია ქონება, მოპარული ფულით და ასე შემდეგ. მე ესეთებს ბევრს დაგიდებთ. და ბევრს განახებ, ისეთებსაც, რომლებზეც თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ. რომელიც შეიძლება მე ვიცოდე, ან მე არ ვიცოდე. მე არა ვარ ტურა, რომ ვიღაცას უკნავლო ზურგიდან. მე გეუბნებით პირდაპირ. თქვენ შესახებ ამ ინფორმაციებს ვფლობ, ყველას უძახი, აი აქ, ჩემთან პირდაპირ ეთერში. დიალოგისთვის კონკრეტულ თემებზე და თუ დაიმალებით, ვიცი აგერ ახართ და ან მაშინ თქვენი საუბრის უნდა დაიჯეროს ამ საცოდაუმ ადამიანებმა, ან უნდა დაიჯერონ ჩემი საუბრის და გადაწყვიტონ, რა უნდა გააკეთონ და მე გვეუბნები ამათ, ვინც ახლა მიყურებს, ვინც მოგვიანებით შემხედავს, რომ თქვენ არც ერთი ქართველი ერის ხმის ღირსი არ ახართ.
გამოსავალს უყურებ, ყველამ თავისი ბიულეტენი გადახაზოს და დაელოდოს სოციალურ რევოლუციას. გმადლობთ ყურადღებისთვის. მე კიდევ ერთხელ გავაჟღერე ამ დედაატირებულების მიმართ დემოკრატიული ფორმით განცხადება, ეს განცხადება დებატების შესახებ და პლუს ამას მოგიწოდეთ ყველას, რომ ვინც ნახავთ, რადგან ესენი ბლოკავენ და ამათ გააჩნიათ დიდი ფული, გამოიწეროთ ჩემი გვერდი, რომ მე მქონდეს იმის უფლება ყოველდღიურად წავართვა ამათ ლეგიტიმაცია და ყოველდღიურად უტირო ამათ დედა. და ამას გავაკეთე.